ჩვენთან არს ღმერთი, ფუტკრები. მე მყავს ფუტკრების რამოდენიმე ოჯახი. განაგრძო დემიანემ. მათზე დაკვირვებამ დამანახა, რამდენ საქმეს ართმევენ თავს ისინი და როგორი სიბრძნით მოქმედებენ. ანდა როგორი მათემატიკური სიზუსტით აკეთებენ ისინი ფიჭის უჯრედებს. ჩვენ ადამიანები დღესაც ვერ ვაღწევთ ასეთ სიზუსტეს. მით უმეტეს საკვირველია ის, თუ როგორ იღებენ ისინი ყვავილიდან ნექტარს, როგორ აგროვებენ მას. ბევრ გამოჩენილ მეცნიერს შეშურებია ფუტკრის სიბრძნისა. ახლა მინდა გკითხო, საიდან აქვთ მათ ეს სიბრძნე? ვინ ასწავლა მათ ეს ყველაფერი? არავისაც არ უსწავლებია. სწრაფად გასცა პასუხი ლექტორმა. ეს სიბრძნე, რომელზეც თქვენ ამბობთ, თანდაყოლილი ინსტინქტია და სხვა არაფერი. ინსტინქტი გააჩნია ადამიანსაც, ცხოველსაც, მწერსაც, ფრინველსაც, მოკლედ ყველა ცოცხალ არსებას. იგი ყოველთვის ამოქმედებს მათ აზრის გარეშე, თუმცა საბოლოოდ იძლევა სარგებელს. ესე იგი, აღწევს საჭირო მიზანს. გაიგეთ, საიდან მოდის ეს სიბრძნე? მე სხვა რამ მკითხე, შენ კი სულ სხვას პასუხობ. მე გეკითხები, საიდან აქვთ მათ ეს სიბრძნე, ანდა ინსტინქტი? გაუმეორა შეკითხვა დემიანემ. საიდან და შეუგნებელი ჩვევიდან. ასეთი ჩვევის გამომუშავება ახსირებაც ადამიანსაც და ცხოველსაც. მაგალითად, ჩვენ მიჩვეულნი ვართ სიარულს, წერას, კითხვას და ყველაფერს თავის და უნებურად, მექანიკურად ვაკეთებთ. ამგვარი თვისებანი ფუტკრებშიც არსებობს. ჩვევებს ისინი 1000 და 10,000 წლის მანძილზე გამოიმუშავებდნენ. უღურე შენ? გაიკვირვა დემიანემ. გამოდის, რომ 1000 და 10,000 წლის წინათ ფუტკრები უფრო ჭკვიანები ყოფილან ვიდრე დღევანდელი არქიტექტორები. როგორ თუ უფრო ჭკვიანები? გაიკვირვა მატიუხინმა. როგორ და ისე? ფუტკრები ხომ 1000 და 10,000 წლის წინათ ისეთ ბრძნულ სამუშაოებს ასრულებდნენ, რომელიც დღესაც ვერ აუხსნია მეცნიერებას. მაგალითად, არ შეუძლია ყვავილიდან თაფლის მიღება. ფუტკრისთვის კი ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე ისიც წავიკითხე, თუ როგორ უმატებენ ფუტკრები თაფლს 25% წყალს და კიდევ რაღაც ნივთიერებას, რომელიც თაფლს იცავს გაფუჭებისაგან. ვინ ასწავლა მათ ეს? ჩვენ ადამიანებს წერა-კითხვა, სიარულიც კი ვერ გვისწავლია დამოუკიდებლად, თუ ვინმე არ გვასწავლა. ნუ თუ ფუტკრებმა ეს ყველაფერი თვითონ ისწავლეს. ამას კი მატიუხინმა პასუხი ვერ გასცა. ის კი არა და დაბნეულობაც ვერ დამალა. მაშინ ალტშულერმა მკაცრად წარმოთქვა. ილაპარაკეთ თემაზე, თუ როგორ წარმოიშვა რელიგია. ნუ გადაუხვეთ თემიდან. ეს არ არის თემიდან გადახოლა. წამოიძახა ვიღაცამ დარბაზიდან. დემიანე სწორით რომ თემიდან გამომდინარე სვავს შეკითხვებს. დაიღვირა მეორემ. თუ შეგიძლიათ უპასუხეთ. ნიშნის მოგებით თქვა მესამემ. თავს ნუ არიდებთ, შეკითხებს. იყვირა ვიღაცამ უკან არიგებიდან.